საჩუქრის გაკეთება თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ ის უნდა დარჩეს სიმბოლურ ფორმაში, იმისთვის, რომ არც მშობლები აღმოჩნდნენ სოციალური ზეწოლის ქვეშ და არც მასწავლებელი ეთიკური დილემის წინაშე. და კი, მასწავლებელი დგება ეთიკური დილემის წინაშე, როდესაც მას განსაკუთრებით ზვირადღირებულ საჩუქარს თავაზობენ მშობლები. ის იწყებს ფიქრს, როგორ იქნება ეს აღქმული ადმინისტრაციის მხრიდან, ან თავად მშობლები რა მოლოდინით აკეთებენ ამას. ხომ არ აქვთ მოლოდინი, რომ მაგალითად ინიციატორი მშობლების შვილებს გამოარჩევენ პოზიტიური ნიშნით, რა თქმა უნდა, და მათი ფავორიტები გახდებიან. და აი პრობლემა ზუსტად აქ იწყება, როცა ეს ერთი შეხედვით ძალიან კეთილშობილური აქტი დამახინჯებულ ფორმას იღებს. მე არაერთი ისტორია მომისმენია, როცა მასწავლებელმა მშობელს სთხოვა, რომ აღარ აეგროვებინათ საჩუქრისთვის ფული, თუმცა მშობლები არ გაჩერდნენ. ისიც მომისმენია, რომ დირექტორი შეეცადა ეს საკითხი დაერეგულირებინა, მაგრამ მარტო მშობლები კი არ დაუპირისპირდნენ, მასწავლებლების კოლექტივიც დაუპირისპირდა. ისიც მსმენია და ალბათ თქვენც, რომ მშობლები სიას აკეთებენ ვინ რა თანხა დადო ამა თუ იმ საჩუქრის შესაძენად და ასევე ისიც გამიგია, რომ მასწავლებელმა დაიწუნაო ეს საჩუქარი და უკან გამოგვატანაო. მოკლედ ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ მიფიქრია, რომ თუ კი რამე იმსახურებს, რომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ, აი სასკოლო საჩუქრების თემა ნამდვილად იმსახურებს, რომ ეს სტატუსი ჰქონდეს.